ბრიტანეთში განსაკუთრებით ინგლისში ბოლო პერიოდში დიდი ამბებია, რადგან ახალი საპროტესტო ტალღებია წამოსული, ხალხი გამოდის ქუჩებში და ცდილობენ, რომ მუდმივად ყველგან დახატონ ეროვნული დროშები, განსაკუთრებით ძველი ინგლისური დროშა, რომელიც არის წმინდა გიორგის დროშა, ასევე აღმართონ ბრიტანეთის დროშები, რომელიც რეალურად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განიცდის ხოლმე დიდ კრიტიკას, თუმცა ხალხი ამ ოპერაციას უწოდებს აღმართე დროშა, raise the flag და დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ სურთ გამოხატონ ბრიტანული იდენტობა, ინგლისური იდენტობა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ნეო-ულტრა-მარქსისტულ მოძრაობებთან პასუხი, ასე ვთქვათ, ერთგვარი რეაქცია, რომელიც ცდილობს, რომ აი ამ რაღაცა ამ შემთხვევაში უფრო თეთრების, ჩაგვრელობითი ხასიათის ხაზგასასმელად იმდენად დიდი პროპაგანდა ტრიალებს და იმდენად რეალურად ეს ყველაფერი არის ცრუ ემპათიასთან დაკავშირებული, რომ მთლიანად დიდ ბრიტანეთში უკვე 10 წლებია მიმდინარეობს საკუთარი იდენტობის გაძევების შერცხვენის კამპანია, რაც რეალურად ბევრ ადამიანს ატყუებს და თვალს უხვევს, ვინაიდან ცდილობენ ამ ყველაფრის იმის ახსნას, რომ რატომ უნდა ვიყოთ ჩემი ქვეყნით ამაყი, იმიტომ რომ აი ხო მე ხვალ უბრალოდ შემთხვევით დავიბადე და რეალურად საკუთარ ფესვებზე, საკუთარ წარმომავლობაზე ადამიანებს ათქმევინებენ უარს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა დღესდღეობით ევროპისთვის, თუმცა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებში არის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. და განსაკუთრებით ბრიტანულ ინგლისურ დროშაზე მინდა ყურადღების გამახვილება. ეს არის თეთრ ფონზე წითელი ჯვარი, რაც არის წმინდა გიორგის დროშა, განსაკუთრებით მე-13 საუკუნეში აქტიურად ხდება უკვე ინგლისის იდენტობის ნაწილი, თვითონ ეს სიმბოლო დროშას ყველას კარგად გვესმის, რა დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და ზუსტად ემთხვევა ჩვენს ჯვარს, ჩვენთანაც შუა საუკუნეებში, მაგალითად განსაკუთრებით გიორგი ბრწყინვალის დროს მე-14 საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა ჩვენი ხუთჯვარიანი დროშა თეთრ ფონზე წითელი ჯვრის გამოსახვა, რაც მოგვიანებით ჩვენთან 2004 წელს აღდგა და კვლავისად ჩვენს ეროვნულ დროშას წარმოადგენს და ესეც გამოხატავს კულტურულ კავშირს საქართველოსა და ინგლისს შორის, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა, უბრალოდ ჩვენს ეროვნული ნაკრების მაისურად ვეცხრობ ზუსტად ამ მსგავსი ფერების შერწყმასაც ვხედავთ წმინდა გიორგის გერბთან დაკავშირებით, უბრალოდ ეს ჩემ დაკავშირებაში შესაძლოა ამასთან კავშირში არ იყოს, ეს არ გადამიმოწმებია. ხო, ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.